გოგოებო, ამას შეხედეთ, ლუზერები დგანან. კარგი, ისე მოვიქცეთ, ვითომ ვერ ვხედავთ. ხო, და ყურადღება არ მივაქციოთ. მოდიან. თქვენს გამო აკვაპარკში ვერ წავედით. გაჩერდით. არანაირი კომენტარი. ნახეთ, როგორ მოიშორეს თავიდან? ხო, ამ ბაჭიებს თქვენ უნდა ვასწავლოთ, რომ ისე ვარ მოგატყუოთ. მოიცა ბაჭიებმა რა დააშოვეს, რამე გამოვტოვეთ? რაიან, გუშინ მათ გამო ვერ წავედით აკვაპარკში. ხო, ჩვენი სახლიდან გაიპარეთ და იქნებ უბრალოდ ცეირნობა და გარეთ გასვლა უნდათ. სერიოზულად? უბრალოდ ბაჭიები უკვე ბევრ პრობლემას ქმნიან. რაიან, შენ მათ მხარს უჭერ? არა, მე უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი, რაიანი რა შუაშია. კარინა, ბალანსი დაიჭირე. ვცდილობ. უი, ბანი დაბრუნდა. ახლა ბაჭიებს ნუ უყურებ, ჯობია ბალანსი დაიჭირო. გამარჯობა, მასკოტ. გამარჯობა, გოგოებო. გამარჯობა, პიცა ძალიან გვშია. გამარჯობა, გოგოებო, თქვენთვის კარბონარა მაქვს. გოგოებო, ისე გუშინ რაც ქენით არასწორი იყო. კარგი, კარბონარა მოგვეცით. აის, დამიჯერე, არ ღირდა ამად. ხო, მასწავლებელი მაიკი მოვიდა და წამოგოყვანა. რა მოხდა გოგოებო, გუშინ მასწავლებელი მაიკმა გამოგიჭიროთ. მეგონა იცოდით სახლიდან როგორ უნდა გაპარულიყავთ. ხო, ხოდათ ხართ თქვენ ზომებთან ხოლმე გასართობად. კალათბურთელებო, თქვენ რაღაც ძალიან აჟიტირებულები ხართ დღეს. ვიცით, ვისთან ერთადაც გავატაროთ. გოგოებო, სარკასტულობა საჭირო არ არის. გუშინ თქვენი ნახვა მართლა გვინდოდა და თქვენს გამო ძალიან ამ სპალეს წყალი შეასხო. თან ცივი და ახლა ყურები გაჭედილი მაქვს. არ უნდა გექნათ ეგ. ხო, ჩვენ არ გვითხოვია. მასკოტ, არ გველაპარაკები? თქვენზე გაბრაზებული ვარ. მასკოტ, ნუ გწყინს რა არის ეს? ნასე, რას ეუბნები? უბრალოდ ვეუბნები. არა, უბრალოდ შეგეძლოთ მეც წაგიყვანით. გოგოებო, მე რო გუშინ სახლში ყოფილიყავ, მე თქვენთან ერთად წამოვიდოდი. გოგოებო, ესე იგი ახლა სახლში ხართ, ხო გამოგეტილები? ხო, თქვენ ზომებს უკვე ვეღარ ნახავთ. არ გინდათ ჩვენ გავიდეთ სადმე. ხო, გავისერნოთ თქვენი ფუმფულა მანქანით. იმედები არ გქონდეთ კალათბურთელებო. ტიმურ, ფრთხილად, ზურგზე მეხები. ესე იგი ასე ხო, კარგი გოგოებო, გასაგებია. გოგოებო, თქვენი კარბონარა მზად არის. პიცა გადავიფიქრეთ, ჩვენი შეგვეთა მოგვეცი, 4 კარბონარა. აი თურმე. გოგოებო, ახლა ძალიან მოგშვიდება. ნასია, მათ პირველმა შეუკვეთეს ეს კარბონარა. კაი, გავხდებით მაინც. გოგოებო, ამას შეხედეთ, მანქანა უკვე წაიყვანეს. ხო. არა, მანქანა არა, ისინი დასჭილები არიან. ხო, მასწავლებელმა იქ არანაირი მანქანა. არსადაც არ წავლენ. მასწავლებელმა იქ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ნამდვილად. ხო, დასჯის გარეშე ვერ ისწავლიან. ხო, და როცა მათ ნახავ, გასაღებსაც წავართმევ. უკვე ვხედავ მათ მოწყენილ სახეებს. არაფერია, ცოტა ხანი იქნებიან და გადაუვლით. იანა, მათ სახეებზე არ უნდა ვიდარდოთ, ჩვენ ხო ისინი არ გვადარდებს. ლეილა, ასეთი სიბოროტე არ გინდა. კარგი გოგოებო, მოდით მანქანა გავატაროთ. არ მისმის, რას აკეთებენ მასწავლებელი მაიკი, ლეილა და იანა ჩვენს მანქანასთან? ალბათ იცავენ. კალათბურთელებო, ვგრძნობ, რომ მოგუყვებით. გოგოებო, მოდით გავისეირნოთ. არ გინდათ? ხო, გასართობი იქნება. არა, კალათბურთელებო. აი, ხო გითხარით, უარ სიტყვიან თქო. ხო, მაგრამ მაინც უნდა გვეცადო. მაგრამ ცდილობა წარუმატებელი იყო. აქ რა გარჩევა? მასწავლებელი მაიკი, იანა და ლეილა ბანის წინააღმდეგ. კარგი, ეს ვნახოთ. ხო, საინტერესო იქნება. გამარჯობა, აქ რა ხდება? ჩვენს მანქანას იცავთ? მასწავლებელო მაიკ, რამდენიმე კრუქს დავარტყავთ სახლს. არა. გოგოებო, თქვენ დასჭილები ხართ. ამიტომ არ სადაც არ წახვალთ. რას გულისხმობთ? საკუთარ მანქანასაც ვეღარ გავატარებთ? მასწავლებელო მაიკ, რა პრობლემაა? მასწავლებელო მაიკ, ახლა დაუბრუნდი აქ, მინდა რომ დრო გავატარო გოგოებთან, გთხოვთ? ხო, გთხოვთ? კნოპა, ეს არ იმუშავებს, წაიკითხე. მიდი. გოგოებო, ბოდიში. ბანი, დასჯილები ხართ, მანქანა არ გაატაროთ. რა, ის ნორმალურია? მგონი ზედმეტები მოუვიდათ ამჯერად, მართლა. გოგოებო, წავიდეთ მაინც. კარგი გასაგებია, ბანი ნაწყენია, იმიტომ რომ მანქანის ტარება აუკრძალეს. ხო, აი მაგას იმსახურებენ. რას გულისხმობ, უნდა მივიდეთ და დავეხმაროთ. რა? რასაც გეუბნებით, გააკეთეთ. ნეტა ბლონდიმ რა ჩაიფიქრა. ვოუ, ბროასტი, აქ რას აკეთებენ? 4-4-ი, აბა ვნახოთ. ნახეთ, ბაყაყები მოდიან, ნეტა რა უნდათ ჩვენგან. ალბათ უნდათ რომ დაგვრცინონ, რადგან არ გვაქვს უფლება ტარების. ბანი, თქვენ გამო ძალიან ვწუხვართ. ხო, კი არ გშურს. ძალიან ცუდად მოიფიქრეს ვირთხებმა. ხო, ვწუხვართ. ბაყაყებო, რა გინდათ? მართლა ხომ არ დარდობთ ჩვენ გამო? კარგი, არ მაინტერესებს, მაინც არ ჩხუბობენ. ბროასტი, კაფეტერიაში წავიდეთ, რა მე მიყიდე რა? ხო, წამოთ, ან მენიუში რაღაც ახალი სასმელი ვნახეთ. გოგოებო, ვიცი რომ ძალიან ცუდი რეპუტაცია გვაქვს. ხო, ყველა ფიქრობს რომ ჩვენ ყველაზე ცუდები ვართ.
ეს სიმართლე არ არის, მართლა ვწუხართ თქვენ გამო და მხარდასაჭერად მოვედით. თუ ეგ სიმართლეა ბაყაყებო, მადლობა. ხო, იმიტომ რომ ყველა ჩვენს წინააღმდეგ არის. ყველა უკვე ფიქრობს, რომ თქვენსავით ცუდები ვართ. ხო, და უგულოები. ბანი, თქვენი ისე არავის ესმის, როგორც ჩვენ, დაგვიჯერეთ. ასე უკვე დიდი ხანია ვცხოვრობთ. აუ, რა საყვარლები ხართ? კარგი ფრთხილაჯენია, ბლონდი თმას მწიწკნი. ბაყაყებო, ძალიან კეთილები ხართ. სტელა, რას უნამოა ეს? მეგობარო, მოგეწონა? თუ გინდა გათხოვებ. მეგობარო? კნოპა, რა კარგი ხარ. დიანა, გვაპატიე ყველაფრისთვის. ბანი, საუკეთესო ხართ. კარგი, გოგოებო. ძალიან კარგია, რომ მხარს გვიჭერთ, მადლობა. არა, მადლობა თქვენ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიიღეთ. ხო, ძალიან სასიამოვნოა. მისმინე, ჩვენც გვესიამოვნა. ბაყაყებო, გვინდოდა, რომ ჩვენ ძველი მანქანა თქვენთვის მოგვეყიდა. დიანა, რა? მაგრამ ისეთი კარგები ხართ, უფასოდ მოგცემთ. ბანი! ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ უფასოდ ვერ ავიღებთ. მართლა, ხო, ჩვენი მეგობრობით გადაგიხდით. ძალიან ახლო მეგობრობით. ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. მე გავატარებ, ახლა ჩვენი ხარ. ჩვენი ხარ. დიანა, ახლა მოგვატყუეს. მეც ეგ ვუთხარი დიანას. არა, გოგოებო, რას ამბობთ? მართლა მხოლოდ მათ დაგვიჭირეს მხარი. იცით რა, ძალიან მაგარი იქნება, რომ მათთან ვიმეგობროთ. ისინი ბოროტები არიან და ჩვენც. ნასტია, არა, ჩვენ ასეთები არ ვართ. მაგარია გოგოებო, ჩვენ დასჯილები ვართ და ისინი წავიდნენ. კარგი, თავი დაანებეთ, წავიდნენ. დიმა, რატომ წუწუნებ? რა გინდა? პატარა ფართი იყო, მაგრამ გაგვიფუჭეს, რა გჭირს? ები, ასე მოგცევას თუ განაგცევ, მოგვიწევს დავშორდეთ, საერთოდ ყველაფერზე ჩხუბობ. მოიცადე, რას ამბობ ახლა მაგით? კოსტია, მოვდივარ, შენი სასმელი. კარგი, აბა რა გადავწყვიტეთ? მაინტერესებს. გადასაწყვეტი რა არის? სკოლაში წერილი უნდა გავაგზავნოთ. ხო, იყოს ეგრე, სკოლას წერილი გავაგზავნოთ. საკად. აჰა, აიღე. მოიცადე, მართლა გონიათ, რომ ჩვეულებრივი თინეიჯერები სკოლაში მიგვიხებენ? ზუპ, რასაკეთებ? სერიოზულად ვამბობთ. სკოლა იწყება ერთ თვეში, მომეცით, მე დავწერ. მოიცა, ვინ არის გაუნათლებელი? მე ვარ გაუნათლებელი. იცი 100 წლის წინ არ ნიშნები მყავდა. არა, უბრალოდ ხუმრობს. ები, დაწერე, ჩვენ გვქვია ზი ბავშვები და გვინდა რომ თქვენ სკოლაში. და ისიც დავამატე, რომ სპორტსმენები ვართ. კოსტია, ნუ მასწავლი, რა დავწერო, არ დაგავიწყდეს, მე მწვრთნელი ვარ და უკვე 1 წელი ამ სკოლაში ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, მართლა რომ მიგვიყვანო სკოლაში რა მაგარი იქნება. ყოველდღე ჩემ შეყვარებულ ნასტიასთან ერთად ვიქნები. ხო, და მე კნოპასთან ვიქნები. და მე საერთოდ გავაკეთებთ კალათბურთელებს იმ სკოლიდან და სკოლაში ყველაზე მაგარი ტიპები ვიქნები. ხო, ნამდვილად მაგარი ზღაპარი მოიფიქრეთ. მე კაპიტანი ვიქნები ჩერილდერობის და 4 ზებრა მეყოლება. ები, ჩემს გუნდში იქნები? ზალინა ძალიან მაღიზიანებს. ზალინ, არ დაგავიწყდეს, რომ მე მწვრთნელი ვარ. ხო, ის ტრენერია და არა ზებრა. კარგიები, წერილი შენ დაწერე. მე წერილს მეწავიღებ და დირექტორის კარებთან დავდებ. და იქ რატო უნდა გააკეთო? მაგისთვის კურიერი არსებობს, ცოტა თანამედროვე სამყაროში გადავიდეთ. მეგობრებო, ისე მგონი თანამედროვე სკოლა რთული იქნება. ხო, მეგობრებო, თქვენ არ მიგიღებენ. იქ მხოლოდ მაგარ ტიპებს იღებენ, როგორიც მე ვარ. დიმა, დაწყნარდი, გთხოვ. რა გინდა, ები, მაგარი ვარ. ხო, შენ ლაპარაკში იყავი მაგარი. ჩემი კიდე სკოლაში საერთოდ ყველას ეშინია. მე დამიცავ ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა, შენ მაგარი ტიპის შეყვარებული ხარ. კარგი, მზად ხართ მოისმინოთ, როგორი წერილი დავწერე. დირექტორს მივწერე და ამ წერილის შემდეგ 100%-ით მიგიღებენ. დირექტორო, გთხოვთ, ახალი სტუდენტები მიიღოთ თქვენს ლამაზ ბანის სკოლაში. ზიპი, ზაკატი, ზაკი, ზუპი და ზალინა. ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან და თან სპორტსმენები, მწვრთნელიები. აბა მეგობრებო, მსად ხართ კამფებისთვის და რულებისთვის. ზომბების ფექტის ხული უნდა გადავიყოთ და ეს ყველაფერი სად უნდა ვიყიდოთ? ჩვეულებრივ მაღაზიაში დიმა წაგვიყვანს. არა, მე ერთი ადგილი მაქვს. კარგი, მაშინ მე წამოყვები და მე ვიყიდე ყველაფერს ყოველთვის. დაწერეთ რა გჭირდებათ. კარგი, მე მჭირდება ზებრას დღიური, ზებრას რვეულები, ზებრას საშლელი, ყველაფერი ზებრას კალამი. ზებრო, მოდი დაჯექი და დაწყნარდი, ასეთი ოფისი არ არსებობს. რას გულისხმობ? ზალინა, იუნიკორნის რაღაცეებს გიყიდი, ახლა თუ არ დაჯდები. ები, მე შავი რვეულები და შავი კალმები მიყიდე. მინდა რომ ყველაფერი შავი მქონდეს. კარგი მეგობრებო, გარკვეულია, ყველას გვექნება ჩვენი სკოლის ნივთები. თავარია სია შევადგინოთ ვის რა გვინდა. არა, ყველაფერი დროის კარგოა, ჩვეულებრივ სკოლაში მაინც არ მიგვიღებენ. კარგი, შენ შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ მიგვიღებენ. მე კოსტასთან ერთად დავჯდები. ხო, შენგან გადავიწერ ხოლმე. აბა მეგობრებო, წარმატებები ჩვენ. დიმა, კურიერს მიეცი. არა, ეს დიდი შეცდომა, ჩვენ სკოლაში არ უნდა იყვნენ. გოგოებო, დროა ჩვენს პირად დღიურებში ჩავწეროთ. არა, სმაილის ფოტო კიდევ რატომ აქვს აქ? უნდა მოვიშორო. გოგოებო, როგორი სტიკერები
ჩავაკრა ვარდისფერი თუ ლურჯი ის გააკეთე რასაც გული გეუბნება გოგოებო რა მაინტერესებს იცით რა ურთიერთობა გაქვს კალათბურთელებთან რატო იტანთ მერი რას ნიშნავს ვიტანთ როდესაც სმაილის ფოტოზე აი ასეთი რეაქცია მქონდა კარგი ვარდისფერი ჩავაკრა თუ ლურჯი კნოპა ჩააკარი რაც გინდა და ზომბები როგორ არიან სერიოზულად ფიქრობთ მათზე მერი ასე მოეძახი უბრალოდ ნორმალური ბიჭები არიან ოდნავ განსხვავებული ჩვენგან და სერიოზულად ფიქრობთ თუ არა სიამბულეში მე მაგრამ იცით რა არის მალე სკოლა დაიწყება და ისედაც ვერ იქნებიან ჩვენთან ერთად სკოლაში არ ვიცით მათთან გავაგრძელებთ თუ არა ხო და სკოლაში ახალი ბიჭები რომ მოვიდნენ და რომ შეგვუყვარდეს დიანა ახლა მოიფიქრე ეს ბოდიში მაგრამ ბიჭებს იცვლით როგორც ხელთათმანებს მერი ნუ განგსჯი რას ნიშნავს ეს რა თუ არ გამოგვდის რა ჩვენი ბრალია ხო და კალათბურთელებს რაღაც სჭირთ და სხვათა შორის შენ ურთიერთობაში არ ხარ და უფლება არ გაქვს განგვსაჯო ნახავთ სკოლა რომ დაიწყება ეგრევე ურთიერთობაში ვიქნები და ვისთან მერი თქვენ თვითონ არ თქვით რომ ახალი ბიჭები მოვიდოდნენ კარგი ჩვენი ახალი შეყვარებულები რაც შეიძლება მალე უნდა ჩავრთოთ ხო იმიტომ რომ ჩვენი ახალი მეგობრები ბაყაყები წაგვართმევენ მართლა გგონიათ რომ ჩვენი ნამდვილი მეგობრები არიან მერი ზოგჯერ უნდა ენდო ისეთ ხალხს როგორებიც ბაყაყები არიან სულელი უნდა იყო ხო უბრალოდ დაიჯერეს რომ კეთილები ვიყავით ხო და მანქანა გვაჩუქეს ეს ბანი რა გოგოებო ახლა მანქანა ყავს და ძალიან მაგრები ვართ ხო ის დაინახეთ როდესაც ვატარებდით მანქანას ბიჭები ხელს გვიქნევდნენ ხო ჩვენს მაგარ ვარდისფერ მანქანას უყურებდნენ მანქანას კი არა ჩვენ ხო მანქანასაც და ჩვენს ხელს რომ გვიქნევდნენ ეგ ბიჭები მე ძალიან მომეწონა და იქნებ ხვალაც მივიდეთ მათთან რა სიტყვით ხო და ტელეფონის ნომრები გამოვართვათ და ფოტო დავდოთ ამ ბიჭებთან ერთად ხო და მე ბანი ის როგორ შეშურდება კარგი გოგოებო საკმარისია ახლა წებო მჭირდება რომ ეს სურათები ჩავაკრა მომიტანეთ კარგი მე მოვიტან ბაყაყები ახლა ძალიან მაგრები არიან ჟენია სტიკერებიც მოიტანე გოგოებო აქ ხართ რა მასკოტ გამოდით უნდა ვილაპარაკოთ შენ ხომ ჩვენზე გაბრაზებული ხარ არა გოგოებო ეს ძალიან მნიშვნელოვანია თან ხო იცით დიდი ხანი ბრას ვერ ვიტოვებ რა მასკოტ თუ გვეტყვი რომ დასჯილები ვართ ეგ უკვე ვიცით არა გოგოებო იმის თქმა უნდა რომ გომეშვებს არ უნდა იდოთ უბრალოდ თქვენი მანქანის წაღება უნდათ სერიოზულად მასკოტ ახალ რაღაცას გვაზიარე რას გულისხმობთ თავიდანვე შესამჩნევი იყო კარგი თუ ეგრეა მაშინ შერჩეთ ეგ მანქანა რა ვუყო მათზე არის ეს ყველაფერი მათი ბრალია ხო მაგრამ მე ჩემთვის უნდა მოგეცა ეგ მანქანა შენც მანქანით მეც მანქანით კნოპა გაჩერდი მოიცადეთ ამას სერიოზულად ივიწყებთ და მანქანის დაბრუნება აღარ გინდათ დიანა არა გოგოებო მაცავით არ მოვიქცევით გახსოვდეთ ამ სახლში ყველაზე კეთილები ვართ ჩვენ მაგარია გოგოებო კარგი ძალიან გულუხვები ხართ მაგრამ ჩემი ვალდებულება იყო რომ მეთქვა მადლობა მასკოტ ძალიან გვიხარია რომ ერთგული ხარ ხო ყველაფერს გვეუბნები რა თქმა უნდა ჩემი ჯგუფი ხართ ხოლ ვარჯიში ხო გვექნება კი მასკოტ ამიტომ მიდი მასკოტ ადრე დაიძინე გოგოებო კარგი ამას დავიმახსოვრებ აბა ხვალამდე გოგოებო ეს რა არის ეს საჩუქრები რა არის ბაყაყებმა რა გააკეთეს ისეთი რომ მანქანა აჩუქეთ იწყება მისმენთ გითხარით რომ არ გვეტარებინა მანქანა და ახლა ოთახში ვართ არაფერს არ ვაფუჭებთ რა პრობლემაა გოგოებო და მასწავლებელო მაიკ გუგონია რომ თქვენ და ბაყაყები ერთიანდე ადამიანები მანქანას უბრალოდ არ იღებენ ბანი რა ხდება თქვენთან და ბაყაყებთან ბაყაყებმა მხარი დაგვიჭირეს შემდეგ გავიგეთ რომ თურმე გულწრფელი არ ყოფილა ხო მაგრამ მაინც კარგად მოიქცა ასე რომ არაფერი არ ხდება გოგოებო კარგი გასაგებით მორჩება ეს არ დადეგები და სკოლაში მოგხედავთ ბანი ჩვენც დაგიჭერდით მხარს ხო ჩვენ რომ უფრო კეთილად მოგვექცეთ გოგოებო დაწნარით კიდევ ერთი ზედმეტი მანქანა მაინც არ ყავთ მასწავლებელ მაიკ ერთი წუთით ბანი ბაყაყებმა თუ გაწყენეს გვითხარით ხო ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და შემდეგ ერთად გავატაროთ ხოლმე ის მანქანა რომელსაც ბაყაყებს წაართმევთ ვირთხებო რა საყვარლები ხართ არ ველოდით ძილინებისა თქვენს მომავალ შეყვარებულებს მოუყევით რაღაც ისტორიები კიდევ აქ ხართ გოგოებო ხო ხედავთ ბანი ნეტა გვენდობოდეთ ხო ყოველთვის მოგისმენთ კარგი ეყოფოთ კარგად ძილინებისა
ეს რომ ჩვენი ოთახი იყოს, ჩვენი ოთახიც არის ეს. გინდა რომ გარეთ ჰამაკში დაიძინოთ? ხო, და მე კოღოები შეგჭამენ. კარგი გოგოებო, წავიდეთ საწოლი, დავიძინოთ. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. თურმე ბაყაყებმა მოგოტყვეს, მაგრამ არა უშავს. ახლა წავედით. კარგად.